სააკაშვილი საუბრობდა საქართველოს პრეზიდენტი აჭარის მაღალმთიანეთში მიხეილ სააკაშვილი ტრადიციულ დღესასწაულს შუამთობას დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა და სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა აჭარაში 8 წლის წინანდელი მდგომარეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღეს შავიზღვისპირეთში მიმდინარე აღმშენებლობა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვითარდება საქართველო. მოგესალმებით, ჩემო, როგორც იქნა გოდერძის და ადიგენის შემაერთებელი გზის შენება. მე ამას დიდი ხანია გვირტებოდით, მაგრამ ახლა მოვაწერეთ ხელი კონტრაქტს ფრანგებთან და ისე ჩქარა გაკარი ხალხი ხართ. და მე ერთი რამ მოგესალმებით, ჩემო, ახლობლებო, ჩემო ძვირფასებო, ჩემო შვილებო, ჩემო დრებო, ძმებო, ჩემო საყვარელო ბაბუებო და ბებიებო. მე არ მახსოვს ამდენი როდისმე შევკრებილიყავით აქ ბეშუმობაზე, შუამთობაზე. ბევრი ვართ ხოლმე, მაგრამ წელს განსაკუთრებით მრავალრიცხოვნები ვართ. მრავალრიცხოვნები ვართ იმის გამო, რომ აჭარა, როგორც არასდროს არის წელში გამართული, აჭარა, რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ 8 წლის წინ, ეს იყო შეურაცხყოფილი, ხასიღატაკეში მყოფი, ჩაგვრის ქვეშ ყოფი, მაგრამ ძალიან ამაყი, ძალიან ღირსეული, ძალიან შრომელი, ძალიან კარგი ხალხი. დღევანდელი აჭარა არა მხოლოდ დანარჩენი საქართველოს, არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის, არამედ ევროპელების, ამერიკელების, კეთილი შურის, მიბაძვის, ახტაცების, ტაშისკრის ობიექტია და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმამაყოთ, იმიტომ რომ შევქმნით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო რეგიონი. მეგობრებო, მე არ მოსულა რა ხელცარიელი დღეს. ყოველ წელიწადს რაღაცა მომაქვს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დავიწყეთ რამდენი დღის წინ სამუშაოები და ეს არის ბოლო შუამთობა, როცა ჩვენ ბოლო მონაკვეთი აქ ამოდივართ ცუდი გზით. ჩვენ დავიწყეთ, როგორც იქნა გოდერძის და ადიგენის შემაერთებელი გზის მშენებლობა და აქაურობა აღარ იქნება ჩიხი. მეორე რაც გავაკეთეთ, ეხლა ამოვდივარ და ახტაცებული ვარ ამ ფაქტით, აქვე დანისპარაულში, ზუსტად რამდენიმე დღის წინ და ეხლა მივედი რამდენიმე წუთის წინ ვნახე, დაწყებულია ყველაზე მასშტაბური, ყველაზე საინტერესო სათხილამურო კურორტის მშენებლობა. აჭარას ექნება და საქართველოს ახალი სათხილამურო კურორტი, ესე იგი აღარ იქნება სიღარიბე, იქნებიან ტურისტები, იქნება ტრასა, იქნება სასტუმროები, აღარ იქნება სიღატაკე, გაჭირობა, სიღარიბე გამოვალობა. მე ამას დიდი ხანია გვირტებოდით, მაგრამ ახლა მოვაწერეთ ხელი კონტრაქტს ფრანგებთან და ისე ჩქარა გაკეთდება, როგორც არსად სოფლიოში ჩქარა არ შენდება სათხილამურო კურორტი. იმიტომ რომ ასეთია ვარშალომიძე და ასეთია ის ხალხი, ვინც თქვენთან ერთად ქმნის ახალ აჭარას. მე მინდა გითხრათ, აქ ასევე არის ხალხი შუახევიდან, ხულოდან, ქედადან. თქვენ ნახეთ, როგორი ახალი საავადმყოფოები გავხსენით ჩვენ ჩაქვში, ქედაში, შუახევში. ყველა სოფელში იქნება ძალიან კარგი ექიმი. ჩვენ გვაქვს სოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკები აქ აჭარაში გახსნილი. და ჩვენ მივახცევთ იმას, რომ დღეს თუ მოსახლეობის უმეტესობა უკვე დაზღვეულია, უახლოეს პერიოდში არ დარჩება არც ერთი მკვიდრი აჭარის, რომელსაც არ ექნება სრული სამედიცინო დაზღვევის პაკეტი, სრული დაცულობა, სრული ხელმისაწვდომობა ამ საავადმყოფოების, იმიტომ რომ ხალხი თავგზნობდეს უკეთესად, ხალხი იყოს ჯანმრთელი, ხალხი ბედნიერად და დარწმუნებით უყურებდეს მომავალს. თქვენ ყოველთვის გიყურებდნენ წარსულის პოლიტიკოსები და ეხლა ვინ წარსულიდან თავის მუმიფიცირებული ხელებით ეპოტინება ჩვენ ახალ აღმშენებლობას, ვინც ურცხვად აცხადებს, რომ თურმე ძველი დრო უკეთესი ყოფილა, ვინც ტელევიზიით ყვება, რომ თურმე ახალი კურორტები, ეს არის მთის დამახინჯება, თურმე ახალი გზები, ეს არის თქვენი აუტენტურობის შეურაცხყოფა.
ის ხალხი ვინც იძახის რომ ჩვენ უნდა დაუბრუნოთ ძველი კორუმპირებული მოხელეები ის ხალხი ვინც იძახის რომ ჩვენ უნდა დაუბრუნოთ ძველებური ცხოვრების წესი ის ხალხი ვინც გვეუბნება რომ უნდა დავბრუნდეთ ძველი იმპერიული კონტროლის ქვეშ რადგან იქ უფრო კონტროლად გზდობთ თავს ჩვენ მათ გვინდა უთხრათ ჩვენ უკან წასასვლელი არსად აღარა გვაქვს საქართველო დააჭარა იმ მოძრაებს ხოლმე წინ უკეთესი მომავლისკენ როგორც ჩვენ ყველამ ერთად დავსახეთ იმიტომ რომ ძალიან მარტივია სიტუაცია ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს ვინც რა არ უნდა გამოხატოს პოზიცია ამას წინათ ერთი რომელიღაცა ადამიანს მოვკარი თვალს პოლიტიკოს და ესე იცახოდა რომ კი ბევრი ააშენა მთავრობამ ბევრი გააკეთეს ამ ხალხმა გავიდენ ეხლა და ეხლა ჩვენი მოსვლის დროც არის მეტი საქმე არა მაქვს რომ ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენგან დაგაბაროთ და გაგრევინოთ იმიტომ რომ ყველაფრის დანგრევა ძნელია მაგრამ ისეთი სპეციალისტები არიან გრევის ისეთი ექსპერტები არიან მაგათ ხელში რომ ჩაუგდოთ თუნდაც ჩვენი 50 სართულიანი სათამჯერები შეიძლება ორ თვეში არაფერი აღარ დარჩეს იქიდან ნურას უკაცრავად ჩვენ ასაშენებელი გვაქვს ახალი კურორტები ახალი სკოლები ახალი უნივერსიტეტები არსებული გვაქვს გასაუმჯობესებელი ჩვენ შვილებს უნდა მივცეთ საუკეთესო განათლება ახალი სამანტყოფოები, ახალი ამბულატორიები, ყველა ხეობაში უნდა მივიდეთ კარგი გზით, ყველა ადამიანს უნდა ქონდეს სოციალური და სამედიცინო დაზღვევა, ყველას უნდა შეძლოს თავის შვილი გააგზავნოს საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტში და უცხოეთში საუკეთესო უნივერსიტეტში. ყველას უნდა ქონდეს საშუალება, რომ დაიწყოს თავისი ბიზნესი, ყველას ექნება საშუალება, რომ გახსნას რაღაცა ახალი საქმე, თვითონ დასაქმდეს და დაასაქმოს ხალხი. ეს არის ჩვენი პოლიტიკა და ეს არის ჩვენი პოზიცია. და ვერავინ ვერასოდეს აქაურობას ვეღარ დააბრუნებს უკუნეთში, უგზოობაში, უპერსპექტივობაში, კორუფციაში, კრიმინალში, მონობაში, ჩვენ გავთავისუფლდით და თავისუფლებას არაფერი არ ჭობს ამ ქვეყანაზე. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ბევრი ხართ და იმიტომ ყვირი ვარ რომ მოგაწვიროთ ხმა. მაგრამ მაგარი ხალხი ხართ და მე ერთი რამ მინდა გითხრათ, აგერ ვდგავარ მე და აგერ ხართ თქვენ. ჩვენ ვართ მთავრობა რომელიც ხალხს ზემოდან ქვემოთ კი არ უყურებს. იქიდან კი არ მოგმართავთ რაღაც გორაკიდან. გიყურებთ ქვემოდან ზემოთ. თქვენ ხართ ზემოთ, მე ვარ ქვემოთ. იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა არის ვიყოთ თქვენი ერთგული მსახურები, თქვენი გზამკვლევები, თქვენი ყველანაირი დარდის გამზიარებლები, თქვენთვის და თქვენთან ერთად ნამდვილად ჩვენ შევქმნით უკეთეს ქვეყანას, შევქმნით უკეთეს საქართველოს, ჩვენი შვილები იქნებიან ბედნიერები, ჩვენ შემდგომ გამარჯვებას ვერაფერი წინ ვერ დაუდგება და ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოზე, როგორც არასდროს ვარ დარწმუნებული ამაში. და ბოლოს მინდა გითხრათ, საქართველოს მთავრობა არ ყოფილა ასეთი ძლიერი არასდროს ისტორიაში. მაგრამ ჩვენი მთავრობა არის ძლიერი მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი ხალხი არ ყოფილა ასეთ ძლიერი სულით არასდროს ისტორიაში. ჩვენი ხალხმა რომელიც განიცადა ენერგეტიკული ემბარგო, ყველანაირი პროვოკაციები, ეკონომიკური ემბარგო, ბოლოს და ბოლოს ომი, ამ კუთხის შვილები დაეცენ ჩვენ დამყრობელთან ბრძოლაში იმისათვის რომ ჩვენ ყოფილიყავით თავისუფლები და ერთი დღე არ გაგვიჩერებია მშენებლობა. ისინი დაეცენ ფრონტზე და მათ სახელზეც ავაშენებთ ახალ აჭარას. მათ სახელზეც ავაშენებთ ახალ საქართველოს. ვერავინ მათ გზიდან ვერ გადაგვახვევებს. იმიტომ რომ ჩვენი ხალხი არის ძლიერი, ჩვენი ხალხი არის მშენებელი, ჩვენი ხალხი არის შემქმნელი, ჩვენი ხალხი არის პატიოსანი და არ იყიდება, ჩვენი ხალხი არ ტყუდება, როგორც გონია ჩვენ დამყრობელს. იმიტომ რომ ჩვენ ხალხს გააჩნია ის, რაც მათ არ გააჩნიათ. მათ შეეძლოთ გააჩნდეთ ბევრი ფული, შეეძლოთ გააჩნდეთ ბევრი ჯარებიც, შეიძლება გააჩნდეთ ბევრი ტერიტორიაც, მაგრამ ჩვენ გვაქვს თავარი რაღაცა. ჩვენ გვაქვს ღირსება, საკუთარი თავის წმენა, ერთმანეთს გვერდში დგომა, წესიერება და ჩვენ გვჯერა ჩვენი მომავლის. დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო. მე მინდა აქედან მინდა გითხრათ რომ მივდივარ ლევან ვარშალომიძესთან სახლში. სად არის ლევანი? ხო და აი მინდა გითხრათ ამ კაცმა რაც ჩამოდივარ ერთი და იგივე ხის ქოხში ცხოვრობს ბეშუმში და ბათუმში ცხოვრობს როგორც ვიცნობდი როგორც სტუდენტი. განსხვავება იცით რაშია?
კორუმპირებულ მმართველებსა და ჩვენ მთავრობას შორის. ლევან ვაშალომიძემ ვერ აიშენა სახლი ამ 8 წლის განმავლობაში და არ აიშენა. ოჯახსაც კი ვერ მოიკიდა 8 წლის განმავლობაში. მაგრამ სამაგიეროდ მან ააშენა ახალი აჭარა და აქცელებს შენებობას ახალი აჭარას და ეხლა ვაშენებთ ახალ თავს, ახალ ბეშობს. და რაც შეეხება დაოჯახებას, გაახილე კაცო თვალი ამდენი ლამაზი გოგო გარშ. რას გეხარ ეს? სახლის გარეშე წამოყვებიან, არა უშავს, კაი ბიჭი. აბა თქვენ იცით, მადლობთ. პრეზიდენტმა ბეშუმში ახლა დაქორწინებულებს გაბედნიერება მიულოცა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო, რის შემდეგაც სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ კონცერტს დაესწრო. Sakın